სალამი. ისევ ფოტოში ვარ შუქურაზე, უკვე ტრადიციად მექცა, რომ როდესაც რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება ამერიკაში, მე აქ ამოვდივარ და აქედან სალამს ვუგზავნი. დღეს დამოუკიდებლობის დღე აქ ამერიკას. მივულოცოთ დიდება ამერიკას, დიდება საქართველოს. რომ არა ამერიკა საქართველოს 1918 წელს ვერ მიიღებდა დამოუკიდებლობის აღიარებას. ვერ მიიღებდა დამოუკიდებლობის აღიარებას 1991-ში, ვერ დავშლიდით საბჭოთა კავშირს. და კიდე ბევრი სხვა რამ, რომ არა ამერიკა. კარგი და მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. ახლა გადიან არ დადეგებს საზაფხულო არ დადეგებს და მეგობარი აქტის ხელმოწერას სავარაუდოდ ვერ მოასწრებენ. დღეს თბილისში იაფარულავა ატარებს მეგობარი აქტის მხარდამჭერ აქციას. ძალიან დიდი მადლობელი ვარ იასი, ძალიან კარგი რაღაცა მოიფიქრა და ძალიან კარგი რაღაცა განახორციელა. თავისუფალი მიკროფონი იქნება, როგორც ვიცი, იმ შემთხვევებისგან განსხვავებით, როდესაც დროას სასტავი აკონტროლებს ხოლმე ვინ მივიდეს ვინ არა და მარტო ისეთებს უშვებენ მიკროფონთან, ვინც ბიზნესთან გარიგებულია. დღეს მიკროფონი თავისუფალი იქნება, ყველა შეუძლია თქვას ის სიტყვა, რომელსაც თulis მნიშვნელოვნად რომ გაჟღერდეს რუსთაველზე. ისინი რუსთაველზე არიან, მე აქ ვარ და აქედან ამერიკის თავისუფლების ქანდაკებას სალამს ვუგზავნი, როგორც ნათქვამი მაქვს და მოყოლილი მაქვს. ამერიკის თავისუფლების ქანდაკება აგებულია კოლხეთის ქალღმერთი იყო? კი, ქალღმერთი იყო. ქალღმერთის ვიზუალზე, ჰეკატეზე. აიეტის მეუღლეზე, ან დედაზე, ან დაზე ზუსტად არ არის ცნობილი ვინ იყო, მაგრამ ჩვენი ქართული ოჯახის წევრი იყო. მედეა იყო მისი ქურუმი და ერთ-ერთი ვერსიით თითქოს აქ, სადაც რიონი ჩადის შავ ზღვაზე, ჰეკატეს ტაძარი იყო მაშინ დიდი ხნის წინ. და სიმბოლურად გავაკეთე ასეთი რაღაცა. აი აქ დავწერე, რომ ეს თითქოს მეგობარი აქტია. ელისო ჯანაშია, ტრამპი, ჯო ვილსონი და აი აქ ნახეთ ვინ? მედეა. ხელს ვაწერთ ამ აქტს. მედეა ვინ არის? მედეა თავიდან არ მეწერა ბლოკნოტში. და აქ სანამ გადაღებისთვის ვემზადებოდი და ამას ვაკეთებდი, ვწერდი. ამოვიდა ხალხი, ორი გოგონა, ერთი მამაკაცი და ბავშვებით, ორი ბავშვი ყავდათ თან. და ერთ-ერთს ერქვა დედას ბავშვების მედეა. და ჩავთვალე, რომ ეს ძალიან სიმბოლური ესეთი სალამია ჩვენი წინაპრებისგან, რომ მაინც და მაინც ამ მომენტში ამოვიდნენ აქ, უცებ დავაწერე იმ აქტს მედეა და იმ გოგოს თხოვე, რომ ხელი მოეწერა. ესეც ჰეკატესგან ჰეკატემ გამოგვიგზავნა თავისი ქურუმი, რომ ხელი მოეწერა ჩვენს მეგობარ აქტზე. კიდე მაქვს თან წამოღებული აი ეს ქოლგა. ამ ქოლგაზეც მოყოლილი მაქვს ისტორია. ეს ესპანეთში რო ვიყავი, გამვლელმა, ჩემთვის უცნობმა ადამიანმა, ინგლისელმა, 4 ინგლისელი ბიჭი იყო, გააჩერეს და გააჩერეს რა კაფეში იჯდნენ ჩემს გვერდით. ერთ-ერთმა ადგა და მომცა თავისი ქოლგა და რო გამიკვირდა და ვკითხე რაში მჭირდება მეთქი ქოლგა, დაგჭირდება აიღეო. და ესე დამიდო მაგიდაზე და თვითონ წავიდა. ნამდვილად გვჭირდება ბრიტანული პოლიტიკური ქოლგა. ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ შავი ზღვა რუსისგან გავათავისუფლოთ. სანამ ჩვენს ნაპირებს პოლიტიკური ქოლგა ქონდათ ბრიტანული, აქ რუსი არ ჭეჭანებდა. ეს შუქურაც ბრიტანელებმა დაგვიმზადეს და დაგვიდგეს აქ. ფრანგებმა შეუკვეთეს, ბრიტანელებმა დაგვიდგეს. იგივე ფრანგებმა შეუკვეთეს თავისუფლების ქანდაკება, რომელიც ამერიკაში დგას, ესეც მოყოლილი მაქვს. ჩვენი ჰეკატეს ვიზუალზეა წყობილი. ძალიან ბევრი სიმბოლიზმია ამ ყველაფერში და ძალიან გადაჯაჭვულები ვართ.
და ძალიან მინდა რომ პოლიტიკურად დაბრუნდეს ის დრო, როდესაც აქ ინგლისური პორტები მქონდა. პორტები ქართული იქნება, აწიდა საქართველოს პორტები იქნება, მაგრამ პოლიტიკური ქოლგა დასავლური სამყაროსი იქნება ინგლისის და ამერიკის. ამას ყველაფერს გაუმარჯოს, კიდევ ერთხელ ვულოცავ ამერიკას დამოუკიდებლობის დღეს, კიდევ ერთხელ ქალბატონი აფარულავას ვუხდი მადლობას, რომ აქციას ატარებს დღეს რუსთაველზე და კიდევ ერთხელ გაუმარჯოს ბარს, რომელსაც უკვე მოვაწერეთ ხელი. ისი ოფიციალური გაფორმება თეთრ სახლში. ერთი მხრიდან მაგ ბლოკნოტში ფურცელზე მეგობარი აქტი მიწერია, მეორე მხრიდან დეოკუპაციის პოლიტიკა, ელის ოჯანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომელსაც მე ჩემს არხზე მუდმივად ვაჟღერებ, 5 პუნქტიანი, რომლის მიხედვით არა მარტო დეოკუპაცია უნდა მოხდეს საქართველოსი, უნდა დაფუძნდეს მე-4 რესპუბლიკა და ჩვენ ახალი კონსტიტუცია უნდა მივიღოთ. და ამ დეოკუპაციის პოლიტიკასაც მეორე მხრიდან იგივე ხალხმა მოვაწერეთ ხელი, რომელსაც მეგობარ აქტს. ოღონდ მეგობარი აქტი წელს მოხდება და დეოკუპაციის პოლიტიკა უკვე იქნება ჩვენი შემდეგი წლის სამუშაო. და ისეთი რთული, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი საქმე. მომავალ შეხვედრამდე საქართველოს იქნება აი ეს შავი ზღვა, რომელსაც თქვენ აქედან ხედავთ, ინგლისელების დადგმული შუქურადან იქნება თავისუფალი რუსისგან, ამას გაუმარჯოს. ბლოკნოტი გვიდასტურებს, გვეთანხმება. მომავალ შეხვედრამდე.